რას უნდა მიაქციო ყურადღება ინფიცირების დროს? როდის უნდა მიმართოს? კი ბატონო, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად ორი სიტყვით შევეხები იმას, რომ ცივი სეზონი რა თქმა უნდა გამოირჩევა იმით, რომ რესპირაციული ინფექციების მატება ფიქსირდება და მათ შორის რა თქმა უნდა ყველაზე უფრო საყურადღება რესპირაციული ინფექცია გახლავთ გრიპი, იმიტომ რომ მას აქვს უფრო მეტი გართულება ვიდრე სხვა რესპირაციულ ინფექციებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეტად არის გასამახვილებელი ყურადღება გრიპზე და აღინიშნა კიდეც, რომ აი ამ პერიოდში ბოლო 1 თვის განმავლობაში წილი გრიპის არის საკმაოდ გაზრდილი, გაორმაგებული, გასამაგებული, თქვა თუ დეკემბერში იყო გრიპის წილი დაახლოებით 25%, სრულ ასე თქვა რესპირაციული ინფექციებში, ახლა არის 55-60%-მდე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებო, ასე თქვა, რესპირაციული ინფექცია და გამოწვევა თითოეული ჩვენთაგანისთვის არის გრიპი. როგორც აღნიშნე, გრიპი არის შედარებით მძიმე ინფექცია და აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ გარკვეული ღონისძიებები იქნას გატარებული თუ ჩვენ ეს დაავადება შეხვდა. სიმპტომებზე ვიტყვი ორი სიტყვით, რომ გრიპს ახასიათებს როგორც წესი მწვავე დასაწყისი, აგრესიული მიმდინარეობა, ანუ რა იგულისხმება, იწყება თქვა მაღალი ტემპერატურით, ამას შეიძლება ახდეს სახსრების, კუნთების ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაცია, შემდეგ მოდის უკვე რესპირატორული ჩივილები, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა და ასე შემდეგ. აი ეს დასაწყისი თქვად შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ ჩვენ დიფერენცირება მოვახდინოთ სხვა რესპირატორულ ინფექციებთან, იმიტომ რომ აი სხვა გრიპის მსგავს, მაგრამ არა გრიპს რესპირაციული ინფექციებს ახასიათებს შედარებით უფრო დუნე დასაწყისი და მაღალი, გახანგრძლივებული ჰექტიური ცხელება ნაკლებად ფიქსირდება ხოლმე, ან უფრო ხანმოკლე, ასე ვთქვათ, პერიოდით აქვს პაციენტს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენი მოსახლეობისთვის რა ინფორმაციაც არის ჩემი აზრით აუცილებლად მისაწოდებელი ეს გახლავთ რომ განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში გრიპს შეიძლება ჰქონდეს გართულებები თუნდაც პირველივე დღეებში. ჩამოვთვლი ამ რისკ ჯგუფებს ესენი არიან თქვათ ასაკოვანი ადამიანები, ანუ 60 წელს ზემოთ ადამიანები, ვისაც აქვს სხვა ქრონიკული დაავადებები, ანუ თქვათ გულსიზავთა პათოლოგია, სასუნთქის სისტემის პათოლოგია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ასე შემდეგ. ანუ ეს და მცირეწლოვანი ბავშვები და ორსულები, ეს არიან ძირითადად ის რისკ ჯგუფები, სადაც გრიპი შეიძლება წავიდეს მძიმედ და იმასაც აღნიშნა, რომ მომართვიანობა განსაკუთრებით სტაციონარში ხდება აი ამ კონტინგენტის, იმიტომ რომ მათ აქვს მაღალი რისკი დაავადების მძიმე მიმდინარეობის და მათთვის დროული დიაგნოსტირება დაავადების არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტიც არსებობს, მას აქვს თავისი ჩვენება დანიშვნის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აი ამ მედიკამენტის გამოყენება პირველ დღეებში იმ კონტინგენტში, ვისაც აქვს დამძიმების მაღალი რისკი. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ეს რესპირაციული ჩივილები განვითარდა იმ კონტინგენტში, ვინც მე ჩამოვთვალე, ასე დროს აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს ექიმთან მიმართვა, რომელიც შემდეგ შეაფასებს მდგომარეობას და ჩაგვიტარებს დამატებით, ასე ვთქვათ, კვლევებს, მათ შორის დაავადების კონფირმაციისთვის შეიძლება ჩატარდეს თვითონ გრიპზე კონკრეტული კვლევა. ასევე ვისარგებლებ მომენტით და ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს რესპირაციული ჩივილები, არ არის აუცილებელი, რომ პირველივე დღეებში ჩაიტარონ გრიპზე ტესტირება ან მიმართონ ექიმს. იმიტომ რომ ძირითად პოპულაციაში, ჯანმრთელ პოპულაციაში ადამიანებს, ვისაც არ აქვს ქრონიკული დაავადებები, ვთქვათ, გრიპი შეიძლება იმართოს ბინაზე, ისე რომ მას არანაირი გართულება არ ქონდეს. ამიტომ მაინც აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმაზე, რომ რისკ ჯგუფებმა მიმართონ დროულად სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები და შემდეგ კურნალობა თუ საჭიროა ეს ერთი, მეორე თუ ნებისმიერ ჩვენთაგანს დაემართა გრიპი და ვხედავთ გრიპი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები გამოვლინდა, რაც გრიპის ახასიათებს და ვხედავთ, რომ ეს სიმპტომები
ხან გრძლივდება თქვა 3-4 დღეზე მეტხანს და ჩამოვთვლი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ანუ რის გახანგრძლივებას მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება თქვა აი ეს არის სიმპტომები რაც თუ დაგვერთო ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია რომ მივმართოთ ასე თქვა სამედიცინო დაწესებულებას რომელიც შემდეგ სწორად მოახდენს ჩვენს ასე თქვა მართვას და სწორ რეკომენდაციებს მოგცემს ასევე აუცილებლად აღსანიშნავია რომ ხშირ შემთხვევაში თქვად გრიპი თავიდან პირველ დღეებში შეიძლება მხოლოდ ცხელებით გამოვლინდეს და ასევე მე მიმართავდი ჩემს კოლეგებს განსაკუთრებით ჰოსპიტალებს სტაციონარებს რომ თუ მსგავსი ტიპის პაციენტი ეყოლებათ ანუ არაპროფილურ არაინფექციურ პროფილის კლინიკებში სადაც ტემპერატურა გამოვლინდა ასე თქვად პაციენტს აუცილებელია რომ ასე დროულად მოხდეს ესეთი პაციენტის ასე თქვად გრიპზე ტესტირება იმიტომ რომ ვითარებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული რომ საკმაოდ ბევრი იყოს ასეთი შემთხვევა. ამიტომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაზეც ასე თქვად, რაც უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ პირველი ის რომ რისკ ჯგუფებში არის უფრო მაღალი დაავადების ასე თქვად ძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი და ამიტომ აუცილებელია რომ მათ დროულად მოხდეს სამედიცინო ასე თქვად სამედიცინო დაწესებულებაზე მიმართვა ან ექიმის კონსულტაცია ესეთი მეორე დანარჩენ პოპულაციაში უნდა გამახვილდეს ყურადღება თუ სიმპტომები გაგვივითარდა ამ სიმპტომების სიმძიმეზე და თუ არ აქვს მას ასე თქვა კლების ხასიათი ასე დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს ზოგადი პრევენციის ღონისძიებები რაც აუცილებელია როდესაც ზამთრის სეზონში რესპირაციული ინფექციების საწინააღმდეგოდ ჩვენ ვიცით რომ არის მსგავსი ეს არის თქვა ჰიგიენური ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა სივრცეების განიავება ზედაპირების დამუშავება ეს ერთი მეორე ჩვენი თვით შეგნება რომ თუ სიმპტომები აღვენიშნება როგორც არის ტემპერატურა თქვა მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, რომ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შევზღუდოთ, ან თუ ვერ ვზღუდავთ და გვიწევს ერთ სივრცეში ყოფნა, ასე დროს გამოვიყენოთ თქვა პირბადე, ეს მეორე, მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაღებში, სკოლებში და ეს თავშეყრის ადგილებში, რომ გააკონტროლდეს ეს ყველაფერი, თუ ბავშვს აქვს რესპირაციული ინფექციის ჩივილები, რომ ასე დროს ნაკლებად ქონდეს მას, ასე თქვა, ასეთ სივრცეში ყოფნის ნაკლებად იყოს ასეთ სივრცეში, იმიტომ რომ ვიცით რომ გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები როგორც წესი არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებები და საკმაოდ ადვილად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ აი მსგავს ამ რეკომენდაციებს დავიცავთ და რაც მთავარია რისკ ჯგუფებს თან დროულად მოხდება დაავადების დიაგნოსტირება, მივაღწევთ მთავარს, ანუ ნაკლები პაციენტი გვეყოლება სტაციონარებში და ნაკლები პაციენტი დამძიმდება, ხო? შეიძლება დაგვემართოს დაავადება, მაგრამ მისი სწორი მართვის შემთხვევაში არ იქნება საჭირო პაციენტის გადაყვანა, თქვა, კლინიკებში. და ასევე მთავარი, ასე თქვა, პრევენციული ღონისძიება, რაც გრიპის საწინააღმდეგოდ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ვაქცინაცია და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ვაქცინაცია პირველ რიგში ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას, ასე თქვა, რისკებს და ასევე, რა თქმა უნდა, დაავადების გავრცელებასაც უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, აი ეს ამ ზოგადი ღონისძიებების, ასე თქვა, გატარება და ეს პრევენცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შედარებით უფრო ნაკლები მძიმე პაციენტი გვყავდეს, იმიტომ რომ სტატისტიკა, რაც არის ბოლო 3 კვირის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ჯერ გრიპი არის, ასე თქვა, საკმაოდ აქტუალური, მზარდი სტატისტიკაა და დიდი ალბათობით ეს უახლოესი კვირების განმავლობაში არ შეიცვლება, ამიტომ ეს რეკომენდაციები, ჩემი აზრით, უნდა გათვალისწინებული იქნეს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, რომ რაც შეიძლება სუბუქად დავამარცხოთ ეს დაავადება და კიდევ ერთს აღვნიშნავ, კიდევ გავიმეორებ ამას, რომ რისკ ჯგუფებში თუნდაც ბინაზე სუბუქად გადატანის შემდეგ, გრიპის გადატანის შემდეგ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მათ თუ აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, აუცილებლად დაავადების დასრულების, ანუ დაავადების გადატანის შემდეგ აუცილებლად თავის მკურნალ ექიმს მიმართონ, იმიტომ რომ გრიპს გარდა მწვავე პერიოდში გართულებებისა, ასევე ახასიათებს ასე თქვა, ინფექციის პერიოდშიც გარკვეული გართულებები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამწვავებაზე ხელი შეწყობა. და მინდა გთხოვოთ, აი, სახის პირობებში, ამას რომ გავაკეთოთ,
ცენტრი ვინც საფრთხეს უნარობს, თავარი რა არის ამ დროს რა უნდა გააკეთოს? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ ძიმე რესპირაციული ინფექციაა გრიპი, მაინც 90%-ში მაინც მისი მართვა ბინაზე ხდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ახლა ამ თავს გულისხმობ არა რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს, ვისაც არ აქვს დამძიმების მაღალი რისკი, თუ როგორ უნდა ასე თქვა მოიქცეთ თუ როგორ უნდა მართოთ გრიპი. პირველ რიგში რა, ყველა რესპირაციული ინფექცია ძირითადად ხასიათდება მსგავსი სიმპტომებით. ამიტომ აუცილებელია სიმპტომური მკურნალობა, ანუ რას გულისხმობს, სითხის ადეკვატური მიღება, ფიზიკური ესეთ სერიოზული ფიზიკური დატვირთვიდან თავის შეკავება, ეს მეორე, ხშირი განიავება ოთახის და ასე თქვა ჟანგბადით გამდიდრდება იმ სივრცის, სადაც ვიმყოფებით. მესამე, უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ თუ ტემპერატურული რეაქცია, ანუ მაღალ სიცხეს გულისხმობ 38 და მეტი გრადუს ცელსიუსის ტემპერატურა გვიფიქსირდება და მის მართვას ბინაზე ვერ ვახერხებთ. ხო, აქ რა იგულისხმება, თუ ვიღებთ გარკვეულ სიმპტომურ სიცხის დამწევ მედიკამენტებს და ის არ ემორჩილება, თქვა, მას, ასე დროს უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს და თქვა, ჩავიტაროთ სპეციალისტის კონსულტაცია. თუ არა და სახლის პირობებში იმ დოზირებით, იმ ინტენსივობით, როგორც მოწოდებულია, უნდა მივიღოთ სიცხის დამწევები. თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, მივიღოთ ესეთ კალორიული საკვები, ვეცადოთ რომ ნაკლებ სტრესულ სიტუაციაში ვიყოთ, ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ზომიერი და გამახვილდეს შემდეგ ყურადღება აი ამ ნიშნებზე, რაც მიუთითებს დამძიმებას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ხველის ინტენსივობის მატება, ეს არის მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ეუფიქსირდება, უკაცრავად არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, ეს არის სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის გახშირება და როდესაც ადამიანი ასე თქვა ატმოსფერულ ჰაერზე უჩივის ჰაერის უკმარისობას და პლუს ამას თქვა ნევროლოგიურ სტატუსს თუ ადამიანი ძილიანობს ან სხვა რაიმე ნევროლოგიური ასე თქვა სიმპტომატიკა წამოვიდა. ეს არის ის ნიშნები, რომლებზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება თუ პაციენტი ბინაზე ასე თქვა აგრძელებს მკურნალობას. თუ ეს სიმპტომები არ წამოვიდა, მაშინ უნდა ესე ზოგადი ჯანმრთელობის პრინციპები უნდა დავიცვათ, ანუ ჯანსაღიკვება, ფიზიკური აქტივობა, ესე თქვა ნორმის ფარგლებში და სიმპტომური მედიკამენტები იმ დოზირებით და იმ ინტენსივობით, როგორც თქვა, ექიმმა გვირჩია, რომ ბინაზე მივიღოთ. აი ეს არის მარტივად რომ თქვა, თავარი თუ როგორ უნდა იმართოს არ არის ჯგუფებში გრიპი. რისკ ჯგუფებში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია პირველივე დღეებში მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და აქედან გამომდინარე ყველას ვურჩევ, რომ ვინც არის რისკ ჯგუფში და აქვს რესპირაციული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დროულად მიმართოს ექიმს, რათა შემდეგ უკვე გართულებით არ მოხდეს მათი კლინიკაში გადაყვანა. ძალიან